EUTOS საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად შეხვდა ილაპარაკეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაზე. ყურადღება გამახვილდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით EUTO ოდირის ობიექტური ანგარიშის მნიშვნელობაზე. კონკრეტულ დეტალებს სოფო ბერიძე გაგვაცნობს. EUTOS საპარლამენტო ასამბლეა თბილისში გამართულ შეხვედრებს პრესკონფერენციაზე შეაჯამებს, თუმცა მანამდე პირველი მოკლე კომენტარი ასამბლეის პრეზიდენტმა გააკეთა მას შემდეგ, რაც პარლამენტში შეხვედრა გამართა პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიას გვითხრა, რომ ძალიან კარგი და გულწრფელი შეხვედრა ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და რომ ის ქვეყანაში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ყველა აქტორის პოზიციას მოისმენს ამ ვიზიტის განმავლობაში. მრავალთვიანი დიალოგის შემდეგ საქართველოში ყველა აქტორთან გავმართავთ შეხვედრებს. ეს ნორმალური შეხვედრაა, რომელსაც EUTOS საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რეგულარულად მართავს. ჩვენ კიევში ვიყავით ოქტომბერში, სადაც შევხვდით პრეზიდენტ ზელენსკის. ასევე ვენაში შევხვდით თქვენს საგარეო საქმეთა მინისტრს. ახლა აქ ვარ როგორც EUTOS საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. ძალიან ნაყოფიერი და გულახდილი შეხვედრა გქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვისაუბრეთ 2024 წლის ანგარიშის შედეგებზე. განვიხილეთ ამ ქვეყნის წინაშე არსებული ყველა გამოწვევა. ხვალ მედგანმარტებას გავაკეთებ და გაგიზიარებთ მოსაზრებებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბუნებრივია ჩვენ მოვუსმინეთ იმ დეპუტატებსაც, რომლებიც უკვე შეხვდნენ EUTOS საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. პირველ რიგში პირველმა კანონმდებელმა გააკეთა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტება. მან აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მათთან შეხვედრაზე გაიმეორა ის დასკვნა, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით EUTO ოდირის სადამკვირვებლო მისიას ჰქონდა და მაყურებელს კარგად ახსოვს, რომ მაშინ EUTO ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება. ამას გარდა, პირველი კანონმდებლის განცხადებით, საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი ცდილობს, რომ ამ რთულ ვითარებაში სიმართლეში გაერკვეს და ის თავსმოხვეული პროპაგანდა თუ დეზინფორმაცია, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრიუსელიდან მოდის, უკრიტიკოთ და უპირობოდ არ მიიღოს. მიზანი არის დიალოგის გაგრძელება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც ზოგიერთი რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს და მის გარეთ ცდილობს, რომ საქართველოს მოსწოს ჩირქი. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გაიმეორა ის დასკვნა, რაც EUTO ოდირის სადამკვირვებლო მისია 2024 წელს ჰქონდა არჩევნებთან დაკავშირებით და გახსოვთ თქვენ მაშინ თავარი დასკვნა, რაც გააჟღერა მისიის ხელმძღვანელმა 2024 წელს, საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება და მნიშვნელოვანია ახლა წინ გახედვა. დელეგაციას აინტერესებდა ჩვენი მოსაზრებები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იმ მოქმედებებთან თუ განვითარებებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა მე-11 მოწვევის პარლამენტთან დაკავშირებით, როდესაც ოპოზიციამ საკუთარი ოპოზიციამ დემოკრატიის უარყოფით სცადა ძირი გამოეთხარა ქართული დემოკრატიისთვის მანდატების გაუქმების გზით. Ქონდა საუბარი მას შემდეგ ყველა საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე და ასე შემდეგ. ჩვენ გავართ სიმართლეზე, ეს არის ჩვენი მყარი და მთავარი ფუნდამენტი, რომელიც დღემდე ვერავინ ვერ მოარყია. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ იყოს გამოყენებული იარაღად პოლიტიკური ზოგიერთი ქვეყნის თუ პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური დღესასწაულის გასატარებლად, როგორც ამას მაგალითად პასეს შემთხვევაში, ევროპარლამენტის შემთხვევაში ახერხებენ, EUTO საპარლამენტო ასამბლეა საბედნიერო ჯერჯერობით ამ გავლენისგან არის მეტნაკლებად დაცული და ცდილობს მათ შორის ასამბლეის ხელმძღვანელობა, რომ ამ რთულ პირობებში განსაკუთრებით გაერკვევს თავად სიმართლეში. EUTO საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი დაგეგმილი იყო შარშან არჩევნების შემდგომ, თუმცა მაშინ გარკვეული გარემოებების გამო და გარკვეული, ასე ვთქვათ, ჩართული დაინტერესებული მხარეების გამო ეს ვიზიტი მაშინ არ შედგა. თუმცა იყო მაშინ გაკეთებული განცხადება, რომ ვიზიტი აუცილებლად გაიმართებოდა. შესაბამისად, ეს ვიზიტი არის ჩვეულებრივი რიგითი ვიზიტი EUTOS საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა, რომელიც აქამდეც ხდებოდა და მომავალშიც იქნება.
ამიტომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს მოსკოვის მექანიზმთან. საუბრის ძირითადი თემა იყო ოკუპაცია, რა თქმა უნდა, და ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ვითარებას. ერთ-ერთმა დელეგაციის მონაწილემ თქვა, რომ ეს აღქმებიო არისო რეალობაო, მაგრამ მე მათ შევახსენებ, რომ აღქმები არის რეალობა და თუ ეს აღქმები ემყარება ტყუილებს და დეზინფორმაციას, ასეთი რეალობა დიდხანს ვერ ცოცხლობს ხოლმე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღქმები დავაფუძნოთ რეალურ ფაქტებს და ეს მისია ემსახურებოდა სწორედ ამას, რომ რეალური ინფორმაცია გაგვეცნოთ საქართველოს შესახებ. ელთა საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ხვალ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, მათ შორის შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკუთარი მანდატის ფარგლებში კი დელეგაცია გუშინ საოკუპაციო ხაზთან სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა, მათთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, რომელმაც მათ გააცნო რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია და ნეგატიური შედეგები, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და აგრეთვე ოკუპაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევები და საფრთხე. დღესვე დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდებიან ოპოზიციასაც და როგორც გითხარით, მას შემდეგ რაც ისინი დაასრულებენ ამ შეხვედრებს, გამართავენ პრესკონფერენციასაც.